ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო სინდრომი, რომელსაც ქვია გადამრჩენელი სინდრომი. იგივე მესის კომპლექსს ეძახიან, თეთრი რაინდის სინდრომს ეძახიან და ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როცა ადამიანს თუნდაც საკუთარი საჭიროებების ხარჯზე, თუნდაც საკუთარი თავის გადაწევის ხარჯზე უნდა და აქვს დაუძლეველი სურვილი გადაარჩინოს სხვები. როგორ ამოვიცნოთ ძირითადი ნიშნები? როდესაც საკუთარ ინტერესებს, საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას წირავენ სხვებისთვის. შესაძლოა მისახედი ქონდეს თავის ცხოვრება, მაგრამ გადადოს მთლიანად საკუთარი თავი და დაიწყოს ეგრეთ წოდებული გადარჩენა ამ ადამიანის, ვისაც გადაარჩენს თავისი გონებით და თავისი ჭკუით. ეს კომპლექსი მოდის იქიდან, როდესაც ადამიანს ეუფლება ღირებულების შეგრძნება. ანუ ადამიანი თვლის საკუთარ თავს ღირებულად მაშინ, როდესაც ვიღაცას ეხმარება, ანუ ვიღაცისთვის რაღაც, ანუ გასწირავს, ვიღაცისთვის შესწირავს, ვიღაცას ეხმარება, ვიღაცისთვის გადადებს თავის თავს და ეხმარება სხვას. თუ ადამიანს ეგრეთ წოდებული გადასარჩენი ობიექტი არ ყავს, მაშინ მას ეუფლება სიცარიელე და ეუფლება ესეთი განცდა, თითქოს არის უსარგებლო, გამოუყენებელი, ხო? გამოსადეგარი. ქვეცნობიერად ადამიანს ამ გადარჩენელი სინდრომის საფუძველზე ხარჯზე ცდილობს, რომ ადამიანმა მოიპოვოს კონტროლი მეორე ადამიანზე, რადგან სურს, რომ ეს ადამიანი დამოკიდებული იყოს მასზე. და ნუ საწავალთ და სჩავალთ თუ არა ისევ ბავშვობაში და ბავშვობის ტრამვებში, ბავშვობის აღზრდაზე, ხო? მიზეზების საბოლოოდ. მე თუ მკითხავ საკუთარი აზრით და მოსაზრებით, ეს ადამიანი ცდილობს გააკეთოს ის, რაც თვითონ დააკლდა, ანუ ცდილობს იზრუნოს სხვაზე, როდესაც მასზე არ უზრუნიათ, როცა საჭირო იყო და მას სჭირდებოდა. ამიტომ დროთა განმავლობაში ამ ადამიანს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და მთავარი ამ მომენტში თუ საკუთარი თავი ამოიცან, ჯობია გააცნობიერო, რომ შენი უფრო მეტი სიკეთით და შენი უფრო მეტი დათვური სამსახურით სხვა ადამიანს ვერ გადაარჩენ, ვერასდროს. ადამიანებს მხოლოდ ერთ მომენტში შეუძლიათ გადარჩნენ და ეს არის, როდესაც თვითონ მუშაობენ საკუთარ თავზე. როდესაც იღებენ პასუხისმგებლობებს და თვითონ გადაარჩენენ საკუთარ თავს. ოკეი? და ამ მომენტში ყველაზე კარგი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, იქნება ასეთი: გთხოვათ თუ არა ადამიანმა დახმარება. გთხოვათ თუ არა ადამიანმა იმის გაკეთება, რასაც უკეთებთ უფასოდ. რადგან ამ უფასოდ გაკეთებას მიაქვს საკუთარი ენერგია, თქვენი თქვენი რესურსი, თქვენი მზრუნველობა და რაშიც დებთ ინვესტიციას, უკან არ გიბრუნდებათ. ამიტომ ადამიანს ეწყება ბოღმის დაგროვება, რომ როგორც თუ მე გავცემ და არ მიბრუნდება და ამიტომ უფრო მეტად ითხოვს და უფრო მეტად ხდება კონტროლირებადი. თუ შენ საკუთარ ღირებულებებს, საკუთარ სრულებს, საკუთარ ენერგიას და საკუთარ ცხოვრებას წირავ მათთვის, რომ ვინმეს უშველო, ვინმე გადაარჩინო, იცოდე, რომ ეს არ არის კეთილი გული. ეს არის გადამრჩენელის კომპლექსი, რომელსაც სჭირდება მიხელა.